შალვად ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს ტრანსპლანტოლოგიაში, თითქმის გადანერგვაში. პირადად შენ. ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს. სულ რაღაც 4 ადამიანი მახსენდება ახლა საქართველოში, ვინც ამ პრობლემით არის დაკავებული. რა შემთხვევაში დგება საკითხი თირკმლის გადანერგვის? თირკმლის გადანერგვაში ესე ვიტყვი არის 4 ძირითადი მომენტი. ვის ჭირდება თირკმლის გადანერგვა? თირკმლის გადანერგვა ჭირდება ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე ჩვენ უროლოგები ვართ, ნეფროლოგები ძირითადად დაუდგენენ თირკმლის უკმარისობას და იმ სტადიაზე, რომ მას ჭირდება თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. ანუ მისი თირკმელი ვერ ფუნქციონირებს და ჩვენ რაღაცით უნდა ჩავანაცვლოთ. ეს რაღაცა შეიძლება იყოს დიალიზი, ანუ ხალხში ხელოვნურ თირკმელად ასე ჭალდებში მოიაზრება. ეს არის აპარატი, რომელიც ასრულებს თირკმლის ფუნქციას. ანუ პაციენტი კვირაში 3 დღე დადის კლინიკაში რამოდენიმე საათით, შეერთებული ასე ვთქვათ სიზაღოვანი კათეტერით ამ აპარატთან, აპარატი ფილტრავს სისხლს და უკან ბრუნდება ორგანიზმში. ეს მარტივად რო ახსნათ რა არის დიალიზი. და მეორე არის თირკმლის გადანერგვა, ტრანსპლანტაცია. რომ პაციენტს თუ მისი თირკმელები ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაშინ ჩვენ უნდა გადაუნერგოთ თირკმელი. ეს არის თირკმლის გადანერგვა, ანუ აუცილებელი. კარგი, სამართლებრივად როგორ არის ჩვენთან ქვეყანაში? ანუ გვამური არ არსებობს, ხო? ვის შეუძლია რომ მოქცეს თირკმელი? თირკმელი კანონმდებლობით მხოლოდ ოჯახის წევრებს. ოჯახის წევრებში და ვინ ითვლება აქ? დედა, მამა, მაგრამ მან ასაკიც არის შეზღუდული 60-65 წლამდე 20 წლის ზევით უკვე დონორად აღარ განიხილება. უკვე იმიტომ რომ ხა დაბერებული ადამიანის თირკმელი დონაციისთვის აღარ ვარგა. და ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი. აი ამ უნდაც ამისი სამართლებრივი საბუთო არსებობს რეალურად არიან ესენი. ერთადერთი არასისხლით ნათესავი შეიძლება ცოლ-ქმარი და კანონმდებლობით რამოდენიმე წელია დაუშვეს ცოლის ან მეუღლის, ესე ვიტყვი, იგივე რიგის ნათესავები. ცოლის ძმა, ცოლის და ასე შემდეგ. კანონმდებლობით დაშვებულია. გვამური დონაცია ვერ აეწყო ქართულ რეალობაში, ვერ აეწყო. აქ ახლა როგორც რა მიზეზებით ახლა თქვენც ექიმი ხართ, ბატონო ოთარ და გვამური დონაციისთვის ვარგა ისეთი ადამიანის ორგანო, ვისის ტვინის სიკვდილი დაფიქსირდა, თუმცა ორგანოების კლდომა არ მომხდარა. თუ ახლა ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა ის ორგანოები, მაგრამ ისეთი ადამიანის ორგანოებიც აღარ ვარგა უკვე დონაციისთვის. აქ ეთყობა ჩვენი მენტალური მხარეა თუ რა არის, არ ამუშავდა რა. მოკლედ არც კანონიერად და არც მენტალურად არ